აგვისტოში როცა დედაჩემი ჯერ კიდე ჩემზე იყო ორსულად, გაიგო ესეთი ისტორიის შესახებ ერთ-ერთი ქალი რომელიც ოხობს სწავლობდა გემით, ორსულად იყო და მოუწია ბავშვის გაჩენა გემზე და ეს გემიც ესე იბომბებოდა რუსების მიერ. და ამ ამბავმა ძალიან შეაშინა. და ამიტომ გადაწყვიტა რომ დარჩენილიყო სოხუმში და იქ ემშობიერა. და ჩემთვის რაღაც შენს ესე რომ საუბრობთ ხოლმე რაღაცა სულ ვახსენებ იმას რომ მე სოხუმში ვარ დაბადებული და რაღაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რა ჩემთვის და ჩემს იდენტობასთან რომ მე კი არ მიცხოვრია დიდი ხანი მაგრამ იმ მიწაზე ვარ დაბადებული უკრაინის ომის დაწყებამდე და ჩემი სამარშრუტო ტაქსით გზავრობდა და გამოელაპარაკა მძღოლს და ახალგაზრდა ბიჭი იყო და ამ ბიჭმა უთხრა რომ იმეც აფხაზეთიდან ვარო და ესე გემზე ვარ დაბადებულიო არ გავგიშდა ხა დედაჩემმა ანუ ამაზე რა თქმა უნდა ძალიან ემოციური რეაქცია ჰქონდა და უთხრა რომ აი მე იმიტომ დავრჩი სოხუმში რომ გავიგე რა ხო გავიგე შენ შესახებ და იქ მე ამ ბიჭმა დედამის დაურეკა და ეს დედაჩემი და დედამისი ესაუბრნენ ერთმანეთს და რაღაცა და ამას დედაჩემი მიყვება რამოდენიმე დღის წინ და მე უცებ ესე ავენთე რომ მეთქი აუცილებლად მოდი დაუკავშირდეთ მაგ ადამიანს და ვიპოვოთ და უნდა რაღაცა ჩემთვის სულ ის არის რა სურვილი მაქვს ყოველთვის რომ სხვა დევნილები გავიცნო და რაღაც სიმბოლურია რომ რო გვეცხოვრა აფხაზეთში ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებოდეთ და ეს ბედი იყო თუმცა სამწუხაროდ ესეთი ამბავი მოხდა რომ ეს ბიჭი რომელიც ჩემი დოლია წავიდა უკრაინის ომში და დაიღუპა იქ ერთ-ერთი დაბომბვის დროს და მის სახელი გვარია გელენიძე ნიკა რომელსაც როგორც ჩანს დარჩა ცოლი და ორი შვილი და ეს არ ვიცი ასეთი იმედგაცრუება მე მგონი მიუხედავთ იმისა რომ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ ის რომ უცებ შემეძლო რომ ესეთი კონტაქტი დამემყარებინა ადამიანთან და ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა ჩემთვის და მის ოჯახსაც თუ შევხვდებოდეს მე ძალიან გამიხარდება რომ ცოტა ისეთი ამბავია რომ ერთხელ გადაურჩა რუსებს და შემდეგ უკრაინის ომში დაიღუპა